მოგესალმებით ზვიფასო გულშემატკივრებო, ვიწყებთ ტრანსლაცია საოჭალის სტადიონიდან. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალი. ჩვენი ტრადიციული მეტოქე რუმინეთის ნაკრები გავათამაშებთ ანთიმოს ზივერიელის თასს. მესე რო გაბუნია ვარ დღეს შეხვედრას ლაზარე ქარჩაძე წაიყვანს. მოგესალმებით ზვიფასო ტელემაყურებლებო, ახსენა სერგომ ანთიმოს ზივერიელის თასი, რომელიც 26-ად გათამაშდება ჩვენსა და მუხებს შორის, ხოლო ზოგადად 31-ე დაუპირისპირდებით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ისეთ სისტემატიური მეტოქე იყო წლების განმავლობაში რუმინეთი ბორჯღალოსნებისა, 31 დაპირისპირებიდან 20ჯერ ჩვენ ყავს დამარცხებული მუხები, ერთხელ დასრულდა თამაში ფრედ, ხოლო 9ჯერ ერგოთ გამარჯვება რუმინელებს, ბოლო წლების განმავლობაში გსმენიათ ალბათ და ვხედავთ ყველანი დიდ რეგრესს, რომელიც სამწუხაროდ ამ ძალიან ისტორიულ გუნდს აქვს. Marco, your team performed in pool phase with a solid team and variety to their play. How do you see the game today against Romania? It's going to be a very physical game. Romania, very physical side, especially with the forwards. We want to play fast, but we got to make sure our basics are right. So the focus on the week was our spacing in defense and keeping the ball when we are in attack, be patient inside the 22. It's a bit windy, so we got to manage the conditions well, but I think we are in a good place. Thank you, good luck. Thanks for your time. David, the pool phase has been tricky for your team this season, but you're into the semi-final. What do you expect from your side today? I just expect a good body language, and of course we are not the favorite today, and it's quite normal. Our rec is very poor, and we are lucky to be here. And I just want the players to enjoy to be together and take the responsibility on the pitch. And I will not wait so much about the rugby side. I wait more about the body language. It's going to be important for us for the future. Thanks. Good luck. ხო, აქ აბსოლუტურად სხვა მიზნები აქვს გუნდებს, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად იმედოდ გამოიყურება ძალიან რუმინელებს თუნდაც, ხოლო ჩვენები რა თქმა უნდა აპირებენ სწრაფი თამაშის ხარჯზე, იმიტომ რომ რუმინეთის ნაკრებს აშკარად პრობლემები აქვს ამ კომპონენტში. ძალისმიერ გუნდია, მაგრამ ამაშიდაც წესით არ უნდა დავიჩარგოთ, პირიქით უნდა ვეცადოთ დაჩაგვრას. კი ბატონო, გავაცნოთ გუნდების შემადგენლობა, შეგვიძლია დავიწყებ სტუმრებით რუმინეთის ეროვნული ნაკრები 1, 2 და 3 ნომრები ალექსანდრუ სავინი, შტეფან ბურუიანა და გეორგ გაჟიონი იქნებიან, მეორე ხაზში ლოგან ვაიტნერი და მარუს ანტონესკუ უწყლდებიან, კემალ ალტინოკი, კრისტი ბობოკი და ნიკოლას იმელმანი მესამე ხაზში, ამასობაში კი ჩვენ ხედავთ სანდრო თოდუასა და ჩავა მამუკაშვილის გაცილების დერეფანს, ორი ცენტურიონი, ორი ლეგენდა, ხო, ქართული რაგბის, რომელმაც ეპოქაც კი შექმნეს ეროვნულ ნაკრებში, ორი ძალიან ღვაწლმოცილი მორაგბე. 17 წელი ითამაშა სანდრო თოდუამ ნაკრებში, შავამ ცოტა ნაკლები, მაგრამ დაახლოებით 13-14 წელი მანაც ითამაშა, მოკეთ რამდენიმე მსოფლიო თასი, სანდრო თოდუას 4 მსოფლიო თასი, შაულ მამუკაშვილის 3, ხო ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მიღწევა ესე თქვა და პლუს ამ მორაგბეებს გამარჯვებები აქვთ კიევეთის ქვეყნთანაც. არაერთი მსოფლიო ჩემპიონატის მოთამაშეები, შაულ მამუკაშვილს საერთოდ მოვლილი აქვს მთელი ევროპის კონტინენტი, არაერთი ტიტულოვანი გუნდის კვარტი მოუგია, მოკლედ უდიდესი მადლობა უნდა გადაუხადოთ ხო ამ ორ ადამიანს, რომელმაც ნამდვილად ბევრი ახალგაზრდა მორაგბის ინსპირაციაც ყოფილან. სანდრო თოდუაი პროფესიონალიზმის მაგალითი რაღაცნაირად წლების განმავლობაში. ხედავთ გულშემატკივარსაც. ხო, წარმატება უსურვოთ. შალვა მამუკაშვილი, როგორც ვიცი, 18 წელი ნაკრების სამწუხარო შტაბში, ანუ რამში რჩება სანდრო თოდუაძე, არ ვიცი, მაგრამ იმედია რა თქმა უნდა. სანდრო თოდუა წელს დიდათში შეგვიძლია მივადევნოთ თვალყური. ჰიმნები შესრულდება ორივე ეროვნული ნაკრების, შემდეგ განვაგრძოთ რუმინელთა შემადგენლობის და გაცნობაც. საინტერესო იყო ის, რომ ბოლომდე არის ბილეთები გაყიდული აუჭალის საერთო მოედანზე, რაც სასიამოვნოა და იმედია თამაში დაწყებისას უკვე გაივსება ორივე ტრიბუნა. Ladies and gentlemen, you will be attending for the national anthem of Romania.
შესულდა ორივე გუნდის ეროვნული ჰიმნი, შეგვიძლია კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ რუმინეთის 15-ეული, 1-2 და 3 ნომრები ალექსანდრ სავინი, შტეფან ბურუიანა და გეორგი გაჟიონი იქნებიან, 4 და 5 ნომრები ლოგანო აიდნერი და მარიუს ანტონესკუ, 6 კემალ ალტინოკი, გუნდის კაპიტანი 7 ნომრად კრისტი ბობოკი, 8 ნიკოლას იმელმანი, გუნდის ნახევარდაცვაში 9 და 10 ნომრები ალინ კონაკე და დანიელ პლაი იქნებიან, 11 ილიესა ტინგე, 12 ფონოვაი ტანგიმანა, 13 დილიან შვარცი, 14 დამიან ბონაპარტე და 15 ტონი მაფეტი, გუნდის მთავარმცველი გახლავთ ფრანგი დავი ჯერარდი. საკადოს ნაკრები 1 გიორგი ახალაძე, 2 ვანო კარგაძე, 3 გიორგი მელიქიძე, მეორე ხაზში 4 გიორგი მიხეილ ბაბუნაშვილი და 5 ვლადიმერ ჩაჩაინძე, 6 ილიას პანდერაშვილი, 7 ბექა საღინძის გუნდის კაპიტანია, 8 თონიკე ჯალაღონია, ხაზში 9 ვასილ ობჟანიძე, 10 თედო ობჟანიძე, 11 დავით ნინიაშვილი, 12 თონიკე კახოიძე, 13 დემუ თაფლაძე, 14 აკაკი ტაბუცაძე, 15 ოთარ მეტრეველი, გუნდის თავმჯდომარე მარკო ბორტოლანი. ხომ საჯებზე არ გვქონს არაფერი, იტალიელი ალბერტო ფავარო იქნება თავმჯდომარე, დანტე დელია და დარიო მელი დაეხმარებიან მათ გვერდიდან. შეიყვანეს თამაში რუმინელებმა და ვასილ ობჟანიძემ ეგრევე აუჩი გადააგდო ბურთი. გადავედით კიდეზე ხო რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ხო სადაც ალბათ ველი თუ პირატესობას განსაკუთრებით სტატიკურ ფაზებში და აც უკვე შეგვიძლია თამამა ვთქვათ რომ სისწრაფეებში ხო რაგბიების ჩემპიონატზე თითქმის ყველა გუნდთან გვაქვს იგივე უპირატესობა სისწრაფეებში დავით ჯერარდმა ახსენა კიდეც რუმინელების თავმჯდომარემ რომ რაქის სისწრაფე იქნება გადამწყვეტი და მათი კი ბატონო მოედანში დატოვა აქ ცუდი დარტყმა რუმინელების, მაგრამ ბურთი აუხტათ მათ სასარგებლო დახტა და თუ გადავიდა არა აიღო ტაბუცაძემ. ფეხით გამოდის აკაკი ტაბუცაძე საუკეთესო მელელოვე ეროვნულ ნაკრებში არც თუ ისე კარგი დარტყმა გამოვიდა, ალბათ სუდიც კი. კუთხეთ სუდი ქონდა და ვეც გადააწოდა ბურთი ცენტრისკენ და რუმინელმა მიიღეს კარგი პოზიცია ამ ტაქტიკური დარტყმების შედეგად მიიღეს შემტევი ბურთი. გორი ძლიერი ქარია, ხო ავჭალის არაკომ მოედანზე მიუხედავად იმისა, რომ ზიანი ამინდია, ძალიან ძლიერი ქარი არის იმედის არაკო სტადიონზე, როგორც ამას ეძახდნენ ხოლმე რაგბის მოყვარულები. რაც გართულებს პირველ რიგში ფეხით მოთამაშეებისთვის და დერეფანში უკერების. მოლი დააყენეს რუმინელებმა, პირველი ბიძგი კარგია და არა მარტო პირველი წავიდნენ წინ და თამაში და ჯარი მავიღეთ. კარგი მოლი დაგვიყენეს არა რუმინელებმა საწყისივე წუთზე. ჩვენივეთ მოუნაცვლეს ერთიც. ძელდება მათი შეტევა. ნერი ეძალებოდა, თუმცა კარგად ეს საგინაძეს უყვარს. კარგი წაღება, თუმცა სისწრაფე არ არის ამ შეტევაში და ჩვენი ყველა მონაკვეთი ფეხს ედგას. ასე რომ აქ ძალიან გაუჭირდებათ რუმინელებს. ჭკვიანური გადაცემაა, თუმცა ძალიან კარგად ბოჭავს იქ მეტრეველი მეტოქეს. რეულობა არ უბრუნებს უპირატესობას ჯერჯერობით ათამაშებს ფავარო. ევეთი რაკი ცენტრში მოუნაცვლეს შეტევა, არ აქვს წინსვლა რუმინელებს, ფეხით ნახოთ. ხო, გადავიდა და დააბრუნებს ჯარიმას და ალბათ რუმინელები ამას ჯარიმას კარებში უნდა დაარტყა, თუ ძალიან კუთხეში არ არის. კი, წესთან ზურგის ქარი პირველ ტაიმში აშკარად მათ მხარეს იქნება გამოჩნდა ეს ცალსახა და მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ წესთა დარიგით. გავსი შესაძლებლობები. ჩვენ მიერ ნახსენები ილიესა ტინგე. ტივი ჯარიმა. კი, კარისკენ მივთით ეს დანიელ პლაი უნდა შეასრულოს ახლა ეს. ხო, თუ რამეში შეუძლია, რა თქმა უნდა, ხა თუ რამეში შეუძლია რუმინეთს რომ გავგიძოს წინამდე, ეს არის მოლი, რა თქმა უნდა, ისინი ისტორიულად რო შევხედოთ, ყოფილი თამაშები რომ დაუჩაგდივათ მოლში, კონკრეტულად ამ კომპონენტში, თუნდაც ბოლო პერიოდში, სხვა მხრივ რა გითხრათ, რა თქმა უნდა, თუნდაც აი ვხედავთ წინა შეტევაში ის სისწრაფები არ არის მათ შეტევაში და ის ძალა და სიმძლავრე თუნდაც წაღების დროს მოკინალებს მხრიდან რომ რაღაც მაღალი დონის გუნდს ფათი შეუქმნას. დარტყმა ზუსტია. 0-3 გახსენს რუმინელებმა ანგარიში მათში მეოთხე ტურზე, აი დიდი რუმინული სარაგბო სკოლიდან მოლი დარჩა ხო? ხო, დარჩა, ის დარჩა, მაგრამ შედარებით სხვა შედარებით ის დარჩა, ასე თქვა, თორე ის მოლიც აღარ არის, რაც ხო ის იმიტომ მოსჭირდება შესაძლოა მოთამაშეები ადრე ყავდათ, ტომ 14-ში მოთამაშეები, ტომ მოთამაშე მეორე ხაზელები და აქ
დღეს უკვე ყველა ფაქტობრივად რუმინეთის ჩემპიონატში თამაშობს ესე რომ ის დონე აღარ არის. ხო, აქ ტაბუცაძე იყო ჩახურვაზე ძალიან კარგი იმ წამსვე შებოჭა მეტოქე როგორც კი ბურთი ჩაუვარდათ ხელში, კარგი ბოჭვა ლადო ჩაჩანიძესგან. მოუწევთ ახლა ფეხით თამაში, კონაკე გამოდის ძლიერი დარტყმით, ალბათ პირდაპირ კიდეზე უწუდენს ასეც. მოვიდა დაახლოებით 10 მეტრიანი წვეტილი და პირველი დერეფანი გვექნება და პირველი შანსი მეტოქის ნახევარზე შეტევის. ანუ კარკაძე მოაწვის ბურთს დერეფანში. კი, ნახოთ როგორ შეტევები გვექნება. პირველი სამი თამაში შეგვიძლია ვთქვა, რომ არ იყო ისაც, რა თქმა უნდა, ველით. და ველოდებით მოკეთ ახლა სამწუხაროდ თამაში გულის უკეთად თამაშებას აქ სწრაფად შემოაგდო კარკაძემ გავიდა ხაზზე ბურთი და თამაშობს თონიკა ხო იცი. მიიწევს კარგად წინ. როგორ კარგად ითამაშა აქ თითქოს მიწაზე უნდა წასულიყო და უცებ იფეთქა კონტაქტის არეში. კახოიძემ შემდეგ კარგი იყო საღინაძეც ამ მიძალებით, ლობჟანიძე მარცხნივ აგზელებს შეტევას, აბჟანდაძემ თაფლაძე მოძებნა ორ მეტოქეს შორის კარგად იარა თაფლაძემაც. გიორგი მელიქიძე მას შეუძლია ნახდათ რომ ნებისმიერ დონეზე უპირატესობის გაკეთება. უფრო მარჯვნივ ჯალაღონია საფი ბურთი და ხაზზე თამაშობთ. ჩაერთო ნინიაშვილი. თუმცა კარგად შებოჭეს. ხო, ნინი დღეს 11 ნომრის პოზიციაზე ძალიან საინტერესო არის მეტრეველი ნინიაშვილი ერთად ძალიან სახიფათო კონტრშეტევის წყვილი არის ტაბუცაძე, რომელიც მარცხნივ აღმოჩნდა, კარგად ითამაშა. მივიდა 22-მდე დაუვარდა. მივიდა 22-მდე, თუმცა მიწაზე ვეღარ შეინარჩუნა ბურთი. ტაბუცაძემ და პირველი შერკინება იქნება მე-6 წუთზე რუმინელების. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად შეძლებენ ისინი გაუძლონ იმ წნეხს, რომელსაც ხო, არ ყავთ შედარებით, ასე ვთქვათ, 3-ზე გაიჯონი, რომელსაც პროდეორში თამაშის გამოცდილება აქვს, ანუ ასე ვთქვათ, დაბალი დონის პირველი ხაზები არ ყავთ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, ეხა კლერმონის და სტალფრანსეს ძირითადი ბუჯები გვიყენია, ასე რომ წესით აქაც უნდა მივაწვეთ. ნახოთ, თუმცა ეს ჯერ მეტოქი შერკინებაა და პრივეტუთებია. ეცდებიან ყველა შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად გამოიტანონ შერკინებიდან ბურთი და ჟერარდი კიდევ ერთხელ გვიჩვენებენ. ფრანგი სპეციალისტი, მოკეთ წლებია რუმინელები ცვლიან წნელებს, ადგილობრივი წყავდათ ფრანგი ყველა გადათ ალბათ რობისონმა ითამაშა იმუშავა შემოვლელი სპეციალისტმა შედეგების სასწავლი არ თქვენ, მაგრამ ნუ მაინც კონკრეტულად უნდა იყო ასე თუ ისე. კი. ნუ მოგახსენეთ რომ ეს არის ნახევარფინალი, ხო? რაგბი ევროპის გათამაშების და ფინალს კი მადრიდი უმასპინძლებს უკვე 15 მარტს. სწორედ ეს საგზური თამაშდება დღეს. ხო, მივაწექით ეგრევე, თუმცა ჩვენ დაგვაჯარია. საინტერესოა დატრიალებისთვის გვაჯარიმებს აქ იტალიელი არბიტრი. ვახსენეთ ჩვენ ნახევარფინალი და დღეს ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება პორტუგალიაში. ლისაბონში, სადაც პორტუგალია უმასპინძლებს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს და იქ გაირკვევა უკვე მეორე ფინალისტის ვინაობა. კი, ამით აღსანიშნავია ეს თამაში, რომ ორივე გუნდმა ფაქტობრივად ტრავმას თუ არ ჩავთვლით, ორივე გუნდმა უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბა და საკმაოდ უძლიერესი შემადგენლობით საკმაოდ სოლიდური გუნდებია ორივე. კი და არ გავასწრებ მოვლენებს, მაგრამ ფინალში ძალიან რთული მატჩი ელის ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ გამარჯვებულ დღევანდელი მატჩისა. სტეფან ბურუიანა აწვის ბურთს. პირველ ხტომელზე მარტივად მოიგეს და დაიწყეს შეტევა. უკან კარგად ჩაათამაშეს, თაფლაძე ჭკვიანურად წევს ხაზს. შეასრულა. აქ გადაგდებული ბურთი აიღო ნინიაშვილმა. მოასწრეს ნინის შებოჭვა ხაზის გაჭრამდე. ჯალაღონიამ შეითავსა 9 ნომრის ფუნქციები და კარკაძეს კარგად ბოჭავდა. ასკა საკმაოდ ისეთ მახვილი კუთხიდან ასწევს ახლა შოუს დაარტყა როგორც ხედავთ და რა თქმა უნდა გათვალა ქარიც და საბოლოოდ აქ 4 მეტრეველი თვითონ წამოვიდა. აიცილა ერთი ბოჭვა გაძრა აქ ჩავარდნენ რუმინელები, ვერ ითამაშებენ. ხო, მეტრეულამ ლამის ცენტრამდე ამოიტანა ბურთი, ყოველთვის კარგი არის ესეთი ამოღება, ვნახოთ იწყება. ნინიაშვილი წავიდა შემორბენაზე, კარგი ბოჭვა გაუკეთეს ფეხებში, თუმცა წინ მაინც მიიწევს. შეინარჩუნა ბურთი ნინიაშვილმა, ლობჟანიძე ორიგინალური მელიქიძე გადალახა ცენტრის ხაზი, კარგად ადგა ფეხზე 3 ნომერი.
Stay on side. და დოტემპი ვასკა მაწევს ისე მაღალ საბრძოლოს. ავარია ეს ბურთი 22-ში არ შევიდეს ახლა. შევიდა და რა თქმა უნდა ალაზე დაიჭერეს რუმინელებმა. Back at 10. ო ამ ქარის გამო ეხა საკმაოდ შორშეული გადატანა რუმინელების უბექს დაარტყა კი ბატონო რავთ ასეც არა ვერ გადაიტანა შეცდომა დაუშვა თორსტები თედუარჯანდაძე მოდის არგიც მოძრაობები ორი მშვენიერიც რომ მოძრაობა აბჟანდაძე შემდეგ გადაცემა და უიწყებს ჩეტევას ლობჟანიძე აიშალა კახოიძე თაფლაძე ტაბუცაძე მიყვება მაჯვნივ ტაბუცაძემ გადაიკიდა მოარტყა ხელზე და აბსაბოთ აიღეს რუმინელებმა თუმცა აქ უნდა შებოჭოს ტაბუცაძემ არა გაიქცა მეტოქე თაფლაძე ითამაშა თაფლაძე კარგად მუშაობს მეორე მატჩია უკვე დაცვაში საგრძნობლად მომატებული აქვს 13 ნომერ 3 კომპონენტში და აქ ჩავედით ვერ მოახერხეთ და რუმინელები უკვე გავლენ კონახე აქვს იმის შესაძლებლობა პირდაპირ კიდეზე გადაიტანონ ვერ გადაიტანეს ვერ გადაიტანეს და კარგი კონჩეტევის შანსი წამოვიდა მეტრეველი გააკეთა პასი ნინიაშვილზე ნინიაშვილს აქვს სივრცე ცალხელში რო გადააქვს ნინიაშვილს ბურთი უკვე რაღაცაში ხდება თაფლაძემდე ჩავიდა კარგი ბოჭვა ძალიან თაფლაძეზე აქ რუმინელები ჩავარდნენ საერთო ახალაძე კარგია ის კონტაქტში ნახოთ აქ ბურთზე ვერ მოახერხეს თამაში რუმინელებმა გრძელდება ჩვენი შეტევა წავიდა სპანდერაშვილი მიეძალა წინვალეთ შევიდა 22-ში საღინაძე მაღლა დადგა კარგად მოიგო მანაც უპირატესობის ხაზი გადაკვეთა ახალაძე თამაშობს იზოლირებულია და არა ჭი ბატონ დაგვივარდა ბურთი არა ვერ უტევთ კარგად ჯეჯობით კონტაქტს ვიგებთ მაგრამ ეს ინტერვალებში შეცვალა სისწრაფე ამ ეტაპზე არა გვაქვს მე-11 წუთი იმედია გავხურდებით ხო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სწრაფი უწყვეტობა და მაღალ ტემპში გადაბმა ფაზების აი ეს გვიჭირს კარგი კონტაქტის შემდეგ სწრაფი მეორე ფაზა კი თუმცა ეს ჩანს რომ ვიბერებით კონტაქტში იგებენ ჩვენი 4-5 მორაგბე იგებს აუცილებლად ხო თუმცა ის უნდა ვახსენოთ რომ ჯარიმო დაისვა თავი ამის 10 ფაზამდე შეუტიეთ რუმინეთს ხაზის ამოწევასაც არ აგვიანებდნენ ნახოთ საინტერესო არის მორიგი შერკინება იქნება ის მნიშვნელოვანია რომ მეორე ჯერ გვივარდება ბურთი წინ უშუალოდ მიწაზე გადასვლის შემდეგ მომდევნო მატჩში You okay? ჩვენ სათადარიგო და სკამზე არა კლასიკური სათადარიგო და სკამი გვაქვს ხო ესე იგი 6 მორკინალი და 2 ხაზის მოთამაშე ხო თუმცა ეს უკვე ცოტა ხანში ალბათ პრაქტიკად ძალიან ბევრი გუნდი დაიწყო უკვე და ნელ-ნელა უკვე ალბათ გვიდდება ეს რასიერას მსვა დაიწყო პირველად და ნელ-ნელა გადმოდის იმიტომ რომ იმდენად გაზრდილია მორკინალებზე დატვირთვა რომ ჭირდებათ მაცულება. როგორც ყველა სპორტში, რაგბიც უფრო და უფრო ფიზიკური ხდება. შესაბამისად დატვირთვა გაცილებით იზრდება მორკინალებზე, განსაკუთრებით მესამე ხაზელებზე და მეორე ხაზელებზე. Hold your weight, okay? You don't step back. Okay? It's clear. Quick reset. White ball. შესო გაგვერთხილა. On the left, on the left, on the left of the mark. Thank you. Crouch. Point. კი, თავისუფალი ამოღოს ადრე თავი რუმინელებმა და კარგი პოზიცია გვაქვს. გაათამაშა სწრაფად კარკაძე მიდის. კარგად მშვენივრად დახვდნენ. ო, კარგად დახვდნენ აქ. კარკაძეს ნამდვილად საღინაძე მივიდა. საღინაძესაც მშვენივრად დაუხდნენ რუმინელები. რაკსაც გვიწუხებენ და ჯარიმა. გამოუტყვეთ ჯარიმა ჯალაღონია. კარგად თამაშობს. ფეხები ამუშავა, მოიგო მაგის ხარჯზე კონტაქტი. გიორგი ახალაძე კიდევ ერთხელ ახალაძემაც შეინარჩუნა ბურთი, ბაბუნაშვილი ზურგს უკან გადაცემები, აბჟანდაძის გამოტოვებით გაკეთებული გადაცემა. ტაბუცაძე მოიგო რამდენიმე მეტრი.
კარგად გავამაგრეთ რაკი. პანდერაშვილი მათ შეუძლია ნახდა წაღება. თავარია მარტო არ დარჩეს აქ. There's a match. There's a doctor inside. Time off, we go back for advantage. ხო, play the line. ეს პროტოკოლი არის თუ ახლოს არის ექიმი იმ ადგილთან, სადაც თამაში გრძელდება, უნდა შეარჩიოს აუცილებლად თავარმა არბიტრმა, ასეც მოიქცა ახლა. ის სისხლია, მინიმუმ დაგტოვებს სისხლის შესვლაზე. Un giocatore che ha sangue, Vincenzo. ხო, თლიანი იტალიური სამსაჯო ბრიგადა გვაქვს, ხო, ესეც Per me უნდა niente di თქვას. ovvio, sì. ო, იტალიის საჯები ქართველების არ იყოს, ანუ ნენელა წინაურდებიან, მადრია პიარდი უკვე ტოპსაჯია, ასე ვსხვერბიც კარგად საჯობენ სხვათა შორის. It's your player. იტალიელებზე ხალხი აუცილებლად უნდა ვახსენოთ მატჩის მიმდინარეობისას გუშინ 6 ერის Yeah, we give a ტური გაიმართა და საოცარი შედეგები მივიღეთ, ხო, ბევრისთვის გასაკვირი. მოგვეცემა ამას საუბრის საშუალება უფრო ცვლად. Control David. He's speaking with no. ბურუიანა დამტრეული პროსტovat სისხლია თუ დატოვენ მოედანზე ნახოთ გამოჩნდა ამასობაში ძალიან დიდი დრო იკარგება ყველაფერში რაც ეს სხვაობა 6 ადამიანის შორის ძალიან The time is off. You can გაიწელა. do the blood injury, the sub. ხო, აქ მოუწოდებს საჯის სისხლის You შეცვლაზე can sub the გასვლაზე. player for 15 minutes. ვაფხედავთ რომ ანუ კარგად ემზადება უფრო კარებში არ დიდი აბლტობით არ ვთხოვთ ემზადებით Play აუტის. the nine. Okay. ტოვებს. Blood injury. სისხლის შეცვლა შეიძლება მის ნაცვლად ტუდორ ბუტნარი უნდა შემოვიდეს Okay, მოედანზე. guys. Water off. Time back on. როც ჩაით. Guys, back 10. Back 10. შერკინებას ვიღებთ. Scrum კი call. ბატონო, გვინდა რომ ეს იმის ნიშანია რომ გვინდა რომ აი მიწოვაში დავჩაგროთ და ძალა ვაგზნობინოთ მეტოქეს. კი ბატონო და ასევე ხელდახელად ესეთი სახიფათო შესატევი. კი, თუ კარგად მიაწვევი, შეგიძლია ცხინვალე სივრცეებია რო რჩება, რომ თან ცენტრია შეკინება შეგიძლია ორი მხრიდან დააბნიო მეტოქე და თუ კარგად გაათამაშე, რა თქმა უნდა, და ვანობის ფეხზე ბუთი კარგად გავა. Crouch. ნახოთ ვასკა ლობჟანიზე ბურთით. Bind. Set. შეერკინე ჯერჯერობით სტაბილურად გაშეკინება. დავიწყეთ ვიცოლა, კი ბატონო, ეს უკვე ჯარიმა. ჯალაღონიას უნდა აიღო ბურთი და მიუტყეს იმ მომენტში. Under pressure. აინტერესო. კვლავ შეერკინებას ავიჩევთ სავარაუდოდ. არ აქ ეხა ვთქვათ რომ თუ ისევ შეკინება ვქოთ ასურ ხედავ Under pressure. თუ Back up. What you want? Shot ხო goal. გაუგებრობა ნუ ხო რა ვიცი გაუგებარი აბსოლუტურად გაუგებარი გადაწყვეტილება იმიტომ რომ ეს ჯარიმა გქონდა ჩვენ აქ 2 წუთის წინ შეგვიძლია დაგვეტყა და თუ ანუ რა მიზანს ემსახურებოდა ვერ გავიგეთ თუ მაშინ უნდა გაგვეტანა ბუთი ხო ცოტა გაუგებარი არა ვართ ორგანიზებულები არ ვიცით რა გვინდა ეს მნიშვნელოვანი ეს ვიცოდეთ We don't have, unfortunately, but I can tell you. ეს თან უნდა გაუჭირდეს დედოს ეხლა ანგარიშის გათანაბრება. 3-3 მე-16 გავათანაბრეთ ანგარიში. Nimi. მე-16 წუთი 3-3 ანგარიში განაახლებენ ახლა რუმინელები. On the scrum, under pressure, willing and standing up. და სიღრმეში იყო ის ბურთი დარტყმული. ხო, ნუ ვერ გავდივარ ჩორს ქარია. ქარიათან საკმაოდ ძლიერი ვხედავთ. უჩვენებენ თორნიკე კახოიძეს. How many? 6. Thank you. ეს შემოსული. ყვაჭი აწვდის ბურთს ახლა ჩვენი 22-ის მისადგომებთან.
იგეს ბურთი რუმინელებმა და შეგვიკრეს მოლი. ვირ წავიყვანეთ მიწაზე. დევერთი ჯარიმის უპირატესობა. მოესწე რუმინელები შემოვიდნენ 22-ში. ვასკას როგორი თავგანწირული ბოჭო აქ უკნიდან შეკრა მესამე ხაზელი კოჭებში. კიდევ ერთი კარგი წინსვლა. ცხნი. ჩერას აგინაძემ. You still got the advantage. დევა თუ პირატესობა გრძელდება რომ თუმცა უკვე აქ ტემპი დაუვარდათ და ჩვენების დაალაგდნენ დაცვაში. Retreat red. ერთი მიძალება მარცხივ დაახლოებით 7-8 მეტრში არიან ჩვენ. ეს მოვიდნენ თუმცა აქ 17 მოძრაობისთვის მიწაზე დაჯარიმდნენ. ორჯერ დაგვაჯარიმეს მოლში ამ ზონაში სად არის ჯარიმა წესით. ნახოთ წესით ესეც კარგში უნდა დაარტყა. კი რა თქმა უნდა. რუმინელებმა რა თქმა უნდა ახლა მათი მიზანი ბევრად მარტივია, იციან ზუსტად რომ ხა ნებისმიერ ხერხიდაც რომ მოგვიგონა წინ გავიდნენ ეს აწყობთ. და ჩვენ რა თქმა უნდა მარტო გარდამოგებისა ხარისხიან თამაშებს ვფიქრობთ. ხო, ჩვენი ალბათ ბოლო წლების ხო 7-8 წლის თავარი მიზანი რაგბი ევროპის გათამაშებაზე ჩვენი სათამაშო სისტემის, ტაქტიკის, კომბინაციების მაქსიმალური დახვეწა არის. ხშირად ვიღებთ ხოლმე არაპრაგმატულ გადაწყვეტილებებს ამის გამო. მე აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რაც შენახსენ. კიდევ ერთხელ ზუსტად დაარტყეს 6-3 მოგეთ გავიდა ამასობაში 18 წუთი და რუმინელები წინ არიან, ჩვენ კი ჯერჯერობით ვერ ვუტებთ. ხო, გვიჭირს, ძალიან გვიჭირს ისეთი მწვავე ფაზების გადაბმა. თუმცა გვაქვს კონტაქტ უპირატესობა ეს რაც რო გავა და მოუმატოთ აუცილებლად აქ მოვიგეთ კარგად რესტარტი. კარგი შეტევაც წყება აბჯანდაძის შეგორება მეორე და კარგი გამოვიდა საბოლოო ჯამში მივიღეთ მანძილი მოვიგეთ აუტი ჩვენ იქნება 22 ხაზთან. Here for you guys. ბატონო ბაბუნაშვილი ახლა ძალიან კარგად რუმინელები არ აგვიხდნენ გამოვიდა ხაში ბურთი და აქ ცუდი გადაცემა ძალიან რუმინელებისა ბურთი წამოვიდნენ კონჩეტევაზე არც თუ ისე კარგი პასი და ეგრევე ვასკალობჟანიძემ ძალიან მაგარი ბოჭო გააკეთა. კარგი იყო აქ ვასკალობჟანიძე მესამე ხაზელივით შეასრულა ბოჭო. აქ აუჩივე დაარტყა მე რუმინელები მოედანში და აი აქ წვიმალი მომენტი უნდა ქონდეს თედო აბჟანდაძე. თუმცა ფეხი დაბუნებს თედოც აბრაგანიაცია თვითონ მიყვება. აიღო თვითონა სუდი პასი ძალიან სუდი პასი. რა კარგად ითამაშა ჯერ თედომ ერთის ხრი და შემდეგ ცუდი გადაცემა ჩვენი 10 ნომრისგან კვლავ უკანა სივრცეში გვირტყამენ ნახოთ და ეს ძლიერი მოვიდა ქარმა ამ შემთხვევაში მათ საწინამდე გითამაშა შეკინება იქნება დარტყმის ადგილიდან. ძალიან კარგი საჩუქარი გაგვიკეთა ეხლა ქარმა ალბათ პირველ რიგში. აქ პოზიციაზე გვაქვს შეკინებასაც ჩანს უკვე რომ გამოჩნდა რომ პრინციპში უკვე მიწოვაში გვექნება უპირატესობა. ყოველ შემთხვევაში ამ ბურჯებით მარკაპაში ნახავთ თუმცა დადგებათ რომ აქ თედო აბჟანდაძის თვალშიც თედო კარგ ფორმაშია, სტაბილურად თამაშობს ორი აქში. Early push. I give a look. Scrum call. Stay up with your elbow. Okay. Don't hit and chase down. ნახოთ საინტერესო წერტილზე არის ეხლა შეკინება. ხაზი მოწყობილია შესატევად. მე წყობა კვლავ შეკინება პირველ ჯერს. 21 minutes play. It's going to be a mess, okay? So respect the calls. 21 წუთი თამაშობს შეკინება გვაქვსა და პატივი. ერთსეთ ვერ მოეწყო პირველ ჯერზე. ხო, მოუწევს სანქციების გამკაცრება იტალიელ რეფერის თუ არ შეწყვეტენ ალბათ მომწინალები ეს გავსქცევას შეკინებაში ვნახოთ. Point!
ერგინე. ხო, რა თქმა უნდა, ეგრევე ძალიან მარტივად დავძარით. არის უპირატესობა ხაზეც შეგვიძლია შეტევა კახოიძე ფრთაზე გადაცემა ნინიაშვილზე, თუმცა გაჩერებულზე მიიღო ნახტომში, ამის რომ ვერ განავითარებდა შეტევა, თუმცა მაინც ცდილობს უპირატესობის შექმნას. არია მეტოქის ჯალაღონია. არჩა ფეხზე ჯალაღონია შევიდა 22-ში. როგორ აურია ხო მაინც დაცვის წყობა ნინიაშვილმა ერთი გადაცემით. გადაკვეთა უპირატესობის ხაზი. და ბურთი მარჯვნივ ზურგს უკან გადაცემა, კარგი შეიძლება მეტრეველი თვითონ უტევს. ძალიან კარგადაც და დაამიცა ოფარ მეტრეველის მესამე ნაკრებში მარტივად სივრცეში, რა თქმა უნდა, ეხლა როცა ამ სისტრაფეებზე ნინიაშვილს და მეტრეველს გადის ბურთი, დიდი შანსია ლელო დაიგოს. ძალიან კარგი იყო აქ ოთარ მეტრეველი, ზოგადად თლიანი შეტევა, ხო იქ ნინიაშვილმა მარცხნივ ძალიან კარგად არია მეტოქის დაცვა, შემდეგ ჯალაღონია ზურგს უკან გადაცემები და მეტრეველიც რა კარგი იყო ამ სივრცეში, შვენივრად აითვისა. მიცემული სივრცე ახალგაზრდა 15-მა ნომერმა. კი, თონიკე ჯალაღონიას შეტევით დაიწყო ყველაფერი, ძალიან კარგად წაიღო იქ ბურთი და შემდგომ გაიშალა ხაში. მარტივად აი სივრცეებში, რა თქმა უნდა, უნდა გქონდეს ეს, მაქსიმალურად ვათამაშოთ ეს ორი მორაგბე, ნინიაშვილი და მეტრეველი ძალიან სახიფათოები არიან, მათ შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება და სივრცეებში თამაში. პირველად გავიდით წინ დღევანდელ მატჩში 8-6 ხდება ანგარიში 23 წუთზე და საკმაოდ რთული გარდასახვა ეხლა შესასრულებლად აბჟანდაძეს. კიდევ ერთხელ გვიჩვენებენ აქ მეტრეველის ნახტომს. კარი არის. ნახოთ, დედო. მაყურებლის რეაქციით შეგვიძლია მივხვდეთ, რომ თედო ზუსტია 10-6 გავედით წინ პირველად დღევანდელ შეხვედრაში. ყოჩა საკმაოდ რთული გარდასახვა შეასრულა ეხლა თედომ. კარის მიუხედავად 10-6 ანგარიში. ამასობაში ბურუიანა დაბრუნდა. სისხლის ცვლილების შემდეგ. Okay, perfetto. We'll check. There's no clear knock-on. Yeah, we check. ხო, იქ როგორც ჩანს ნივარდნაზე ქონდათ პრეტენზია რუმინელებს და შევამოწმეთ და არაფერი არისო ალბერტ. და მე თვითონ შებოჭა. ხო, 9-10 ნომრები ბოჭავენ ჩვენი მეტოქეს. საბოლოოდ ცენტრალურ ზონაში ამოვიდა, აქ აგრესიულია ჩვენი მესამე ხაზი ჯალაღონია თამაშობს კარგად. ხო, ნუ ტემპი ვხედავთ რუმინები არის, ტემპი ასი სწრაფი არ აქვს და დაარტყამენ და მე არის პაუზა სულ აქ. ეს მაღალი ბურთები ხო შემდეგ მეტრეველი კიდევ ნუ ძალიან მაგათ იღებს ბურთს. ვასკა დააგდო შეტევის ტემპი, გადააწყო მორკინალები, კუთხისკენ წაიღო ბურთი, სავარაუდოდ მაღალი ბურთის ასაწევად ემზადება. ჩვენი 9 ნომერი. Last feet. 5 last feet. ესეც იქცევა დააგრძელებინა რა კი ახლა. კიძეს აწია ვასკამ მიკოლაზე დააცუდათ ითამაშეს რუმინელებმა შეგვიძლია ვითამაშოთ პანდერაშვილი არა ხო თუმცა აქ რაღაც პოზიციაში გამომდინარე დიდი დრო იკარგება თუ რა არ მგონი დიდი სხვაობა იყოს აქ ჯარიმასა და ისინი თამაშ შორის ისე დომინირებს ჩვენი პირველი ხაზი ტონი მაპტეის უვარდება ბურთი წინ არ ვიცი ეს ჩანაფიქრი ესეთ სიღრმეზე არის თუ არა დარტყმის ლობჟანიძის მხრიდან მესამე ეპიზოდში უტყამ საკმაოდ სიღრმეში გვიჭირს კარგად ჩახურვა თუმცა ამჯერად წინ უვარდება ბურთი ტონი მაპტეის და გვექნება შერკინება ხო სხვათა შორის ტონი მაპტეი არის ვალენტინ მაპტეის შვილი მაპტეის სწორედ ის მორაგბეა რომლის თაობა ის სწორედ იმ პერიოდში სხვათა შორის აი როცა რუმინეთის ნაკრები გვიგებდა უმეტესად თუმცა ხალხი შეიცვალა status quo აქ ჩვენი შეკინება პაუზა კიდევ რატომღაც გაუგებარია რატომ ხო ეს რა თქმა უნდა იდეალური პოზიცია შეკინებისთვის თან როცა აწვევი guys take the space you need okay take the space you need ჩვენი მიდის ვასკა ჩაითო დრო თუ ოცდები კი ბატონო
მაინც ჩვენი ვიტო გოლიშვილი, ვასიკა გოინი-კვესელაძე, რომელიც რამდენიმე მორაგბე არ თამაშობს, ბექა გორგაძე და გიორგი კვესელაძე არ არიან ეს თქვა თეორიულად ძირითადი შემადგენლობიდან ამ თამაში როგორც ჩანს ასვენებენ მწვრთნელები. შეკინება კიდევ ერთხელ კვლავ ვერ იწყობა პირველ ჯერზე. კი. ხო, ამჯერად კი კარგად დადგენ რუმინელები, უკეთ არ დააჩაგინეს თავი, კიდევ ერთი მცდელობა გვექნება. ხო, რა თქმა უნდა, ეს როცა გიორგი მელიქიძე დაბრუნდა ნაკრებში, ეს უკვე გვაძლევს ამის საშუალებას, რომ დაუმიზნოთ შეკინებაში დომინაციას და მიწოვას. ხო. მელიქიძე ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ხაზელია ტოპ 14-შიც. წლებია ეს პრაქტიკა აქვს მუდმივი სათამაშო გიორგის. Crouch! Bind! Set! ევერკინით. შეაგორა ლობჟანიძემ ბურთი ჯალაღონიასთან არის აკონტროლებს დაუძარით. რა თქმა უნდა ჯარიმა მოეხსნა ვასკა მათხვი შეუტია თედუ აბჟანდაძე აქ ცადაც სულად გითამაშა ხო გაუგებარი პასი ხო შიგნით შეტრიალება ცადა ნინიაშვილზე თუმცა ეს სივრცე დახურული ქონდათ რუმინელებს. Time off. Please. კი აქ უკვე გაფრთხილებას მიცემს საჯი. On my side, your tight head is under pressure and collapses or re-angle, so your discipline must improve at scrum. Next one will be a yellow card. კი სავინი ჩაგრება ძალიან ვერ ერევა ხო I give a look. Yes. ხო აუცილებლად თამაშობთ რა თქმა უნდა ეგ უკეთეს პოზიცია აუთში გადასატანად კარგად დაარტყათ ედომ ის გათვალისწინებით რომ ქარია და არ არის ეს იოლი გაუტი 11-ში გვექნება კარგი შანსი კარგაძე მოიგეთ პირველ კაცეთ სულად ჩამოვაგდეთ ცა შევინარჩუნეთ როგორღაც ბურთი ლობჯანიძე ნინიაშვილი ჟანდაძე წავიდა ბურთი მე-3 ზონაში მეტრეველი შემორბენზე აბუცაძემდე ჩავიდა აბუცაძეს კიდევ ერთხელ უვარდება ბურთი მოედნის კიდესთან Avanti. ხო არ აქვს პირდაპირ თქვა რომ წელს აბუცაძეს არ აქვს მაგდანაც კარგი 1100 ბევრშეც თომას უშვებს სამწუხაროდ ეხაც Line out. დაუვარდა ბურთს ეს კი ბატონო Line out. Line out. გო რა თქმა უნდა საცეც გაეცინა აქ შეკინებას არ აიღებდნენ არავითარ შემთხვევაში რუმინელები აუტი კი შვენივად მოიგეს კი პრინციპში ყველა თავიანთი მოლი დააყენეს მაგრამ ნუ აქ რა ვიცი უნდა გაიტანონ ხა Inside 5. მოეხსნა ბურუნიანა აქ თავარია უკვე ჯაიმოთ ვითამაშოთ და აგრესიულები ვიყოთ დაცვაში თუმცა აქ ამასობაში მოლი ხომ არ არის არ დაიძახა მთავარმა არბიტრმა ძლიერი დარტყმით გამოდიან 22-დან რუმინელები არც თუ ისე შორს და კვლავ ჩვენი შეტევა იქნება მათ 21 წუთზე 10-6 ანგარიში რა შეიძლება ითქვას ხო 30 წუთზე გვაქვს უპირატესობა განსაკუთრებით ფიზიკურ ორთაბრძოლებში ხშირ შემთხვევებში ჩვენც გვიჭირდა კარგი შეტევების ორგანიზება თუმცა ერთ შემთხვევაში ძალიან კარგი შეტევა მოვიწყეთ და მეტრეულმა დაასრულა ლელოთი თავისხრივ რუმინელების სასარგებლოდ შეიძლება ითქვას რომ მოლში ახერხებენ მეტნაკლებ ნაკრების გაწევას ამასობაში გამოვიდა აბჯანდაძე რა ხდება ადრე ბოჭვა ხო ბატონო კარგად დაინახავს საჯმა ეს ყველაფერი კარგი პაუზა გააკეთა აბჯანდაძემ იქ აღსანიშნავია ამან გამოიწვია ეს მეტიც დაინახა რომ ამოწია 13-მა ნომერმა კი რა შეებოჭათ შეიყვან და Hai parlato tu? გადავა კიდეზე ხო თედო ხო საიმედო თუ ტყამს კიდევ ერთი ძალიან კარგი პოზიცია აუტიდან ნახოთ მოლი არა გვიგორებია დღეს არ გვინახავს ჩვენი მხრიდან
30. 31, sorry. More. მოლიდა დავაყენეთ, მაგრამ წინ სულად თქოს არ არის, თუმცა კარგაძე კარგ კონტროლშია. One stop. ერთი დაიძახა მსაჯმა და ხაზზე. ნიაშვილი უკან დაუვარდა, წავიდა შემორბენაზე. აიყვანა კაცი და უნდა დაასრულოს ტაბუცაძემ. დაასრულა კი ბატონო ლელოა, თვალსდები, კი ლელო, კარგია წინვალ ნინიაშვილს წინვალ თამაში და ტაბუცაძე თავის სივრცეში დაამიცა ლელო. ხო, თავიდან ბოლომდე დავით ნინიაშვილმა შექმნა ახლა ის ლელო და დაგვივარდა შეტევის ტემპი, შემდეგ ცერა ძალიან მაღალ სიჩქარეში წავიდა ნინიაშვილი შემორბენზე და გაიყვანა 2-1-ზე ტაბუცაძე აი აქ ამას გულისხმობ დააბა ნახევარი დაცვა. კი, თან მიუხედავად იმისა, რომ ნინიაშვილი ცუდი პასი მიუვიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც იმდენად მაღალი დონე აქვს, რომ მაინც შექმნა ის უპირატესობა. ეს ამოწევენ ამ ეპიზოდს, ლეო არის კი ბატონო. კი, კარგად დაამიცა ნახტომში ტაბუცაძე ფეხების ზევით აწია, ასე რომ იქ აუტი ვერანაირად ვერ იქნებოდა. დროული ეს ნახტომი იყო, ძალიან დროული აქ ტაბუცაძისგან. ნუ ამაზე რთული დარტყმა მემარჯვენე დამტყველს მოვიდანზე არ აქვს ნახოთ. კარგი რაკურსია. ხო იქ დამიწება. იქამდე იყო. ვილოდ. და არა. ახლოს იყო თედო, ძელს მოათხა. 15-6. ხო ნენელა უკვე ვდით უპირატესობას, რუმინელებსაც უჭირთ. განსაკუთრებით 60 წუთის შემდეგ ალბათ გაიზრდება ჩვენი სათამაშო უპირატესობაც, რაც უფრო მეტად ფიზიკური გახდება თამაში. ჩანს ყველა კონტაქტში თითქმის რომ ფიზიკურად გაცილებით უფრო მზად ვართ. დანიელ პლაის შეყავს ბურთი თამაშში, საბრძოლოდ არის დარტყმული. ჟალაღონია კარგად წამოიღო. კი ამ ძეს სტატისტიკას თუ ესეთი ბურთი მიიღო, თორემ ჟალაღონი ყოველთვის კარგად ამბობს. და ვას გამზადებს ფეხს. მოედანშია დარტყმული ეს ბურთი კარგად წერხას. ამოვიდა მახტე, გაჭრა კარგად ხაზი. შეუბოჭე 11-იან წვეტულთან საბოლოო ჯამში გრძელდება რუმინელების შეტევა, წაიღეს მესამე ზონაში. ხო, საბოლოოდ თამაში გადავიდა რაკში, დაუვარდათ უკვე ტემპი რუმინელებს ის ვახტეს თამაშიდან შექმნილი უპირატესობა გაქრა და აქ ჩავედით ბურთზე და თქო უნდა ჯარიმა ამოაცალა ბაბუნაშვილმა უნდა გაშალოს. რაო ბაბუნაშვილს გრძელდება შეტევა, კახოიძემ უნდა შეინარჩუნოს ბურთი. მივიდა ლობჟანიძე. არა, ეს ჯარიმა, რა თქმა უნდა, ეს ჯარიმა. რა თქმა უნდა. Christy, please. Too many penalties against you, okay? No, it's clear on the ball and you grab the ball. კი, გასაგებად და კარგად საჯობს დღეს საჯი. Sorry. მიხეილ ბაბუნაშვილის წინვალ თამაში. დარჩა აქ იზოლირებული, რუმინელი მორაგბე და ეგრევე ისარგებლა ამით ბაბუნაშვილმა. აქ როგორ ჩას ვერ გადავიტანეთ და საბოლოოდ ცენტრალურ ზონაში გვექნება აუტი რუმინელმა დააბრუნდეს, მაგრამ შორს ვერა. Go straight for the ball. კარკაძე ბურთით. Who's the 9? კარგი შეტევა ამ ტაიმში. და ბაბუნაშვილი მოიგო ბურთი, კარგად გამოდის ხაზზე. ახოიძე ზურგს უკამ შვენივრად ჩადის ბურთი, თუმცა მეტრებოზე ამოწიეს ხაზი, შვენივრად გოჭავენ კონტრაქტი. და რაკშიც გადავკვირდეს. თამაში იყო, კი ბატონო. ძალიან მაგრად ითამაშეს აქ დაცვაში. რუმინელებმა მაგარი ბოჭვა და შემდეგ ძალიან კარგად შეგვაწუხეს რაკში. აქ რა ხდება? ჰაერშიდაც ბურთი გამოვარდა საბოლოოდ ვისია მეტრეველი იბრძვის, ცდილობენ მის გადადენვას, თუმცა მეტრეველმა შეინარჩუნა კარგად ბურთი. კი, რთულ სიტუაციაში გამოვძვერით. ნინი მივიდა 9 ნომრის პოზიციაზე ახლოს. ჟალაღონია.
ჯალაღონი ამ კომპონენტში თამამად ვიტყვირო ალბათ საუკეთესო არის. ფეხებს ამუშავებს ცხინვალით და შეუძლია აცილება ბურთს. და მუძრავი მესამე ხაზებია ძალიან. საღინაძე განსხვავებული სტილია, ის ძალით მიდის. Okay, Christy, not necessary. Okay? არ გაწირა აქ ალბეტო ფავორნი, თუ თავის ხვალ შეიძლებოდა აქ უფრო მკაცრი გადაწყვეტილებაც. კარისკენ მიანიშეს კოვრუმინელები ძალიან პრაგმატულად მიყვებიან. გათვალისწინებს ის რომ შვიდ-ქულას შევიდნენ და ერთ გარდასახურებულ ფარგლებში დარჩნენ. ხო, საბოლოო ეხა ეს ანგარიში რაც არის თუ 19 თუ გახდა, ვიტყოდი რომ ეს რა თქმა უნდა ეხა. ალბათ თამაშამდე სპორტია, კი რა თქმა უნდა, ეჭვია მეპარება ამას რომ 2-ზე მეტი არ გაუშვიათ, ჯერჯერობით ყოველთვის ასე ისე მეტნაკლებად განან ესე ვთქვათ. Da Gianni Zustija 15-9. Provate a parlare che non so se vi sento ancora. Sì. Okay. ევკანით თამაში ნახოთ საბრძოლო ბურთია, თუმცა კარგად აიღეს უინელები. და დაიტოვეს ბურთი რესტარტის შემდეგ ახლოში მოიხმო 9 ნომერ მალინ კონაკიმ თანაგუნდელები ეს ალბათ მაღალ საბრძოლო ბურთს იციქცევა 10 მეტრეველი თუმცა ტაბუცაძე ჩაუვარდა ტაბუცაძემ ცუდი პასი გააკეთა და წინ თამაში რუმინელებს აქ შეიძლება ითქვას გადავრჩით აი ეს მიწიდან ამოგდება რომ კარგი გამოსვლოდა 10 ნომერს შემდეგ აღარავინ იყო შემჩერებელი Knock on white. ტრეველი 10 ბურთი უდნავ წინ შეხდა 15 ნომერი და შემდეგ ტაბუცაძის ცუდი გადაცემა აქ გადავრჩით ნამდვილად Good guys. მარჯვენა კიდესთან გვექნება ახლა შეკინება Sì, grazie. Yeah. 38. 38. 2 minutes. Crouch. Bind. Set. შეერკინენ რაგბეები ლობჟანიძემ შეაგორა ბურთი ხო აქ რა თქმა უნდა კიდევ ერთი ჯარიმა გაათამაშა სწრაფად ვასკა ლობჟანიძე კარგად აიყვანა კახოიძე აქვს მიყოლა მარცხნივ თელი ხაზი არის მას თუ ჩამწკრივებული კარგი გადაცემები მეტრეველი ჩავიდა ნინიაშვილამდე ოხ რა პასი გააკეთა ნინიაშვილი კახოიძე გააჩერეს წავიდა კახოიძე პირდაპირ 2 მეტოქისკენ ნახოთ გძელდება ჯერჯერობით და წინ თამაში კი წინ თამაში გვერიან დაინახა მე დავინახე იყო წინ თამაში სიმართლე გითხრათ კახოიძეს დაუარი შეტევის შემდეგ ბოლო პასი შეიძლება იყოს და მოქმედება ხო ეს კარგი იქნება გამეორებაზე რომ ნახოთ მომეჩვენა რომ არასწორ მხარეს წავიდა იქ კახოიძე პირდაპირ მეტოქეებისკენ გაგლეჯვაზე იქამდე მშვენიერი იყო თორნიკე ხილს აფაჩა თამაშება შემდეგ ნახოთ იმისაცაც რომ მარჯვნივ გაეგზელებინა კახოიძე აი აქ დააგდეთ ნახე აი აქ დაუვარდა კი ბატონო დაუვარდა როგორც თასაჯოვენ ახ გვერდთან საჯო უკან ნახა და კი ბატონო და გადარჩნენ რუმინელები ჩვენი ძალიან ალბათ საუკეთესო შეტევი შემდეგ რომ ეს დღევანდელ მატჩი ქონდა გაშვებულელოს პირველი ტაიმის ბოლო წუთს მივადევნეთ თვალს მაშინ მეტრეველი ყავს ტრავმებული Number 6, say the last cramp after crash. Christy, stop the break now. Okay. It's white scrum. Time back on. Yeah, it's 39. Hey, where we can go? Here. Where you want. Guys, it's your scrum. It's good for you. It's half time. Yeah. It's okay. Half time. It's half time. Ah, sorry. Time is off. Sorry, I didn't see them. Thanks, Saba. Time still off. რო გაიტელა ეს ეპიზოდი მეტრეველი ნახოთ იმედია არ გახდება 30 seconds to play. სრულება საჭირო
თუმცა არც ეგრეთი რისკია, ხო, საჭირო თუ I understand your question, but wait, you got 30 ჭირო ამის seconds. შეცვლო, წინ ფინალია. რა ეპიზოდში მიიღო პასი რო გაუშვა უჩას მერე? ხო, ალბათ ბუჭვადია აი დიაფრაგმაში, ხო? იცის ხოლმე შეკვრა სულთვის ამ ნაწილში ბუჭვა. Time back on now. White ball. მაგრამ მეტრონი დარჩა. დარჩა ალბათ. Yeah. ხო, ну რა თქმა უნდა, სულს მას თამაშის გაგრძელება. ნახოთ, კი შეკინება 15 მეტრში და ტაიმის ბოლო ეპიზოდი აქვს, ნახოთ. მეტოქის შეკინებაში ყოველთვის თულია უფრო მიწოლა, მაგრამ რატომაც არა. ხო, ყველა შემთხვევაში სერიოზულ წნეხში აქ რომელიც საკუთარ 5 მეტრიანიდან არიან გამოსასვლელები. Bind. კონაკი. Set. ეგრევე წავიდნენ წინ, რა ვიცი ხა. Ball down. ხო, ну დაინდობს საჯმა. Please, break foot out. Yeah, break foot out, clearly out. Okay? Quick reset. Say. Time off now. Time over now. გაჩერდა. ხო. თუ გაჩერდა, თუ ამოიცურა პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი, ალბათ ეცდებიან რუმინელებს სწრაფად გამოიტანონ ბურთი და გადაიტანონ შემდეგ კიდეზე და ასრულონ პირველი ტაიმი. Set. შევერკინეთ. ну ავიცი ხა ну გადაიტანის სწრაფად და რა ქნა ამ დასტვინა კი დაასრულა ტაიმი 15-9 კიდე ვთქვა ცუდი ტაიმის შემდეგ გველოდება მეორე ტაიმი იმედია უკვე შექმნით უკვე უპირატესობას შევისვენოთ ჩვენც მორაგბეებთან ერთად და დაგიბრუნდებით უკვე 12 წუთში მეორე ტაიმით